საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში წელს ინფლაციის 5%-მდე ზრდას პროგნოზირებს, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ფონდი ვარაუდობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.3%-ის ფარგლებში იქნება. IMF-მა საქართველოში 2026 წლის მეოთხე მუხლის კონსულტაციების მისია დაასრულა. შემაჯამებელ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ IMF-ისგან დამატებითი სახსრების მოზიდვის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დგას. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი $280 მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში შეჩერდა. საქართველოს ერთიანი ევროგადახდების სივრცეში, ანუ SEPA-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ. საქართველოს მხრიდან საკითხების დიდი ნაწილი შესრულებულია, რაც მარეგულირებელს იმედს აძლევს, რომ პროცესი დაჩქარდება. ერთიანი ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 2022 წლის შემოდგომაზე წარადგინა, თავად SEPA კი ერთიანი ევროგადახდის სისტემაა, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს. აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს წევრი ქვეყნებისთვის და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ელექტრონულად ერთი და იმავე პირობებით გადაიხადონ. საქართველოში ფაქტორინგის შესახებ კანონი ამოქმედდება, რომელიც სექტორის საქმიანობის ახალ წესებს განსაზღვრავს. დოკუმენტის მიხედვით, ფაქტორინგულ კომპანიაში წილობრივი მონაწილეობა ეკრძალებათ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ასევე მათთან დაკავშირებულ პირებს. ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის მინიმალური კაპიტალი 300,000 ლარით განისაზღვრა და კომპანიებს მისი შემცირება საქმიანობის განმავლობაში არ შეეძლებათ. სექტორის ზედამხედველობას ეროვნული ბანკი გაუწევს და საქმიანობის დაწყება მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი. საქართველოში მოკლევადიანი პროფესიული ვიზიტებისთვის ბიუროკრატიული პროცესები გამარტივდება, ცვლილებას შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც შემოდის ახალი ცნება მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა. ეს ნიშნავს, რომ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში კონკრეტული პროექტის ფარგლებში და დროებით ჩამოვლენ, სამუშაოს შესრულება ბინადრობის ნებართვის გარეშე შეეძლებათ. პროფესიული საქმიანობების ჩამონათვალს და ხანგრძლივობას კი საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს. მარტში საქართველოს 4 ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 809 ფაქტი გამოვლინდა. ყველაზე მეტი 525 დარღვევა თბილისზე მოდის, 135 ბათუმზე, 85 ქუთაისზე, 64 კი რუსთავზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით ქვეყნის 4 ქალაქში გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი ყოველდღიურად ხორციელდება. დეპარტამენტში ამბობენ, რომ გაზრდილია ეკიპაჟების რაოდენობა და ისინი აღჭურვილნი არიან გამზომი ხელსაწყოებით, პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადებაც. ინტერნეტში ძიების ქცევის რადიკალური ცვლილება ბიზნესებისთვის ახალ გამოწვევად იქცა. ხელოვნური ინტელექტი ვებსაიტების ტრაფიკს მნიშვნელოვნად ამცირებს. შედეგად HubSpot-მა ერთ წელიწადში ვებსაიტზე 140 მილიონი ვიზიტი დაკარგა. დღეს მომხმარებლები პასუხებს პირდაპირ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებში, მათ შორის ChatGPT-ში იღებენ, რის გამოც ვებსაიტებზე გადასვლის საჭიროება მცირდება. უცხოური მედიის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც საძიებო ველში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პასუხები გაჩნდა, ვებსაიტებზე გადასვლა 60-დან 70%-მდე შემცირდა. ამ ფონზე ბიზნესები ახალ სტრატეგიაზე, ეგრეთ წოდებულ Answer Engine Optimization-ში გადადიან, რაც ნიშნავს კონტენტის ისე შექმნას, რომ ის ხელოვნური ინტელექტის პასუხებში მოხვდეს.